სერგემიძე. რატომ გავიგე? სხვადასხვა თანამშრომლობდა სოფიოში სახელმწიფო თეატრებთან და კულტურის დავით ერგენიძეს სახელს უკავშირდება უნიკალური სასცენო რეპერტუარის შექმნა. მხატვრული ფილმებისთვის შექმნილი მუსიკისთვის მუსიკოსი დაჯილდოებული არაერთი ცნობილი საერთაშორისო პრიზითა და პრემიით. ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და მიღებდა საქართველოს ნანული აბესაძე. ქალბატონი ნანული საქართველოს დამსახურებული არტისტი გახლავთ. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ რეროს, ანსამბლ დიელოს, ხალხური სიმღერის ანსამბლ თბილისის წევრი. ქალბატონ ნანულის განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სასიმღერო კულტურის პოპულარიზაციაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისი გახმოვანებით ეკრანზე არაერთი ფილმი გამოვიდა. გარდა სამეცნიერო ტექნიკური მოღვაწეობისა, ასევე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას დედაქალაქის ბატონი გოგა უკვე მრავალი წელია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრია. ორჯერ აქვს მიღებული პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. შესრულებული აქვს არაერთი თეატრალური როლი სპექტაკლებში ჩვენი პატარა ქალაქი. ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. ავტორის მაძიებელი 6 პერსონაჟი. უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლიდან ხელმძღვანელობს აღინიშნოს, რომ ქალბატონ წინას უდიდესი ღვაწლი საქართველოს სამედიცინო ორგანიზაციის წევრი. აქტიურ საექიმო პრაქტიკასთან ეშაცა ხოთ მეცენატსა და გამომცემელ ვლადიმერ ვახტანგ ბექოაძე. კოდებით გულდოვდება თეატრისა და კინოს ხელოსაფის საყვარელი მსახიობი გია ბურჯანაძე. ბატონი გია უკვე 20 წელია მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრია. გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი. მარჯანიშვილი, აკაკი ხორავა, ოტარ მეგულეთოფიცების, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. ფოთისა და ბაღდათის საპატიო მოქალაქე და ამტყობი. სცენაზე ვიწევთ თბილისის საპატიო მოქალაქეს, ყველასათვის საყვარელ მომღერალს ნუგზარ კვაშო. მრავალი წლის განმავლობაში ანსამბლ იბერიის სოლისტი და ანსამბლ ხომლის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 5000-ზე მეტ მუსიკალურ კონცერტსა თუ პერფორმანსში, როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ. მონაწილეობდა ქართულ მხატვრულ ფილმებსა და მიუზიკლებში. არის ღირსების ორდენის კავალერი. ასევე დიდი სიხარულით ვიწვევთ სცენაზე საპატიო თბილისელს, მუსიკოს, კომპოზიტორსა და მომღერალს რომან ცილაძეს. რომა! იბერიის წევრი. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ორკესტრის დირიჟორი. არის 20-მდე კინოფილმისა და სპექტაკლის მუსიკის. ხელოვანების მაგიდაზე გადმოვიდნენ და ესე მიყვებიან ახლა, აი. სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში გამოსულებელია და აქტიურად ეწევა დიდი გასაგებია? ახლა რა ხელა გასა საკეთს, ხო არის? თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადაეცემა კინოსა და თეატრის მსახიობს ნანულის არაერთი. ქალბატონი ნანული გახლავთ საქართველოს დამსახურებული არტისტი. მრავალი წელი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში. მიხომ ხო იყო საპატიო თბილისელობა, მაროსაც უნდა შევხედროდა, აბარა? გადაღებულია ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორც არის მანანა, ბერისუბლის თბილისელის წოდება ენიჭება მხატვარ ნიკოლოზ შენგელაიას. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ კერძო კოლექციებში. მხატვრის ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენის მონაწილე. თბილისის სამხატვრო ნიკოლოზ შენგელაია გახლავთ ძველ თბილისში სპექტაკლების ავტორი, რომელიც თბილისის დაარსების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. რამდენი წოდება არის ქუთაისის ავტობუს ადიგერის ხარაგაულისა და ბარის საპატიო მოქალაქე და დღეს მას ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეობას უწევს. 50 წლის განმავლობაში იყო ანსამბლ იბერიის სოლისტი, მიღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები, მათ შორის დრეზდენის მუსიკალური პრემია.
საქართველოს გამოსახურებული არტისტი, არის ღირსების ორდენის კავალერი, 2018 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზისში გაიხსნა ქალბატონი მანანას სახელობის ვარსკვლავი, როცა წერდება საქართველოს თბილისელის მოდება ენიჭება ქორეოლოგი, მოცეკვავე პედაგოგი, ღვთისმშობლის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის საპატიო თავმჯდომარე, ასევე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მიღებული აქვს პრესტიჟული წოდებები და ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი, ღირსების მედალი, ქართული კულტურის ამაგდარის წოდება, წმინდა ევგენი ბატონიშვილის მედალი, ხელოვნების არის რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთისა და ნორვეგიის ქალაქ ჰაბერფესტის საპატიო მოქალაქე და თბილისის საპატიო მოქალაქე. გილოცავ, რეზო ბატონო, გილოცავ. საპატიო მოქალაქის მოღვაწეობის 65 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი ოთარ კაცტაკიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების საორკესტრო სკოლის დირექტორი გახლავთ. დაჯილდოებული და შრომის